მოგესალმებით, ჩემო ძვირფასებო და ჩემო კარგებო, ჩემო მშვენიერებო. დღეს ჩვენ ავიღოთ ასეთი თემა. რა უნდა გავაკეთო იმისათვის, რომ ჩემი სიყვარული შევინარჩუნო. იმიტომ რომ ძალიან ბევრს, რა თქმა უნდა, ებადებათ ხოლმე პირად გაშლაზეც, რომ ანუ კითხვა, რომ აი რა გავაკეთო, რომ აი მინდა რომ სულ ერთად ვიყოთ და რატო არ გამომდის და ასე შემდეგ და ამიტომ ეს გაშლა ავირჩიეთ დღეს თქვენთვის და ვნახოთ. ანუ რამდენად თქვენთვის მნიშვნელოვანი არის ეს ურთიერთობა, რა შეცდომებს შეიძლება უშვებთ თქვენ ურთიერთობაში, რას უნდა მიაქციოთ ყურადღება და ასე შემდეგ. პირველ რიგში მინდა გავიგო თქვენი ეხლანდელი სიტუაცია, ეხლა რა ხდება, რომ თქვენ უცოდეთ, რომ ეს ნამდვილად თქვენი გაშლა და თქვენზე იქნება საუბარი და მე როგორც ყოველთვის მაგ რამდენიმე კითხვა გამზადებული და მაგაზე ჩვენ ვისაუბრებთ. აბა ვნახოთ ეხლა ვისთვის იქნება გაშლა. ვისთვის იქნება ეს გაშლა. ერთი რამე მინდა გითხრათ, რომ თქვენი კომენტარებს რო ვკითხულობ, უკვე ვგრძნობ, რომ ჩვენ თითქოს აი ჩვენი სივრცე გაიყო როგორ არიან გოგოები, ვინც უკვე დიდი ხანია მომყვებიან და უკვე ძალიან, უკვე იცვლებიან თვითონაც და სულ სხვანაირი კითხვებიც აინტერესებს, სულ სხვანაირი თემებიც აინტერესებს და უკვე ზოგმა უკვე გამოასწორეს სიტუაცია, მაგრამ შემოგვიერთდნენ კიდე ესეთი გოგოები, ვისაც ჯერ კიდე ახალ ეტაპზე არიან რა, ჯერ ახლა ვერ ხვდებიან თქვათ რატო რა უნდა გავაკეთო, რისთვის არის ეს ყველაფერი სხვათა შორის ეხლა მარატონი რო ტარდება, გუშინ იყო ძალიან საინტერესო ნიჭზე ვილაპარაკეთ, ეხლა ვინც ეხლა უყურებს ვიდეო, ეს თქვენთვის არის ინფორმაცია, რა თქმა უნდა. და უკვე მესამე დღეს ჩვენ ფულის კარმას გავარჩევთ, აი ხვალ უკვე იქნება ურთიერთობაზე ძალიან ბევრ დროს დავუთმობ და მე კიდე იქ ძალიან დიდ სურპრიზს ვაკეთებ გოგოებისთვის, ვინც იქნება, იმიტომ რომ საინტერესო არის, რა თქმა უნდა, როცა შენ სიყვარული მნიშვნელოვანი არის, რა თქმა უნდა, ჩვენთვის და გვინდა სულ ყველა ბედნიერები ვიყოთ ურთიერთობაში, ხო, პირველ რიგში ჩვენ საყვარელ ადამიანთან და რა თქმა უნდა, გული გწყდება, როცა დაუშვით ბევრ რამეს ვაკეთებთ ურთიერთობაში, მაგრამ არ გამოდის ისე, რომ როგორც ვთქვათ, აი, ჩვენ გვინდა, ხო? აი ამაზე ხო მე გვებადება კითხვები, აი რატომ ყველაფერს ვაკეთებ და ეს რატო ხდება ასე. აი, მაგ კითხვებზე პასუხებს მიიღებთ, ამიტომ ჯერ კიდე გაქვთ დრო, შემოგვიერთეთ და ლინკი ვიდეოს ქვეშ არის, ჩემი დამხმარე ჯგუფის, მიწერეთ და მოხდებით ჩვენთან მარატონზე. ნახოთ რა ხდება ახლა თქვენთან. აჰა. ესე იგი ეგრევე წავიდა, იქნება ორი ინფორმაცია. ნახეთ. ორი, ჯერჯერობით ხო, ვიცი ჩვენ საჯარო გაშლა არის, ყოველთვის მაგაზე თქვენ გაფრთხილებთ, რომ შეიძლება იყოს რამდენიმე სიგნიფიკაცია, იმიტომ რომ ერთი ადამიანი არ უყურებს და ამიტომ შემიძლია თქვა, რომ ვიღაცას აქვს ეხლა სიტუაცია მანძილზე. შეიძლება თქვათ მოხდა რაღაც მომენტი, რომ თქვენ ახლა მოგიწიეს, შეიძლება ფინანსების გამო დაუშვოთ, ახლა წავიდა რომელიმე პარტნიორი თქვათ საზღვარგარეთ, ეს ამასაც არ გამოვრიცხავ, მაგრამ კიდე ვიღაცისთვის პირიქით რა, ანუ ნახეთ როგორი სიტუაცია იქნება. აი აქ არის ზოგთან წინსვლა. ნახეთ ურთიერთობაში წინსვლა, იმიტომ რომ აქ თითქოს აი შემიძლია ვთქვა, რომ პარტნიორი, ანუ ნახეთ როგორ არის ერთ-ერთი, კი, უფრო რატომღაც მომდის ესეთი ინფორმაცია, რომ გოგომ აქ ანუ დაამყარა რა სიტუაცია, იცით რომ თავისი თვით შეფასება ამაღლა და ანუ იბრძოლა, მოდით ასე ვთქვათ, იბრძოლა და ბრძოლა არ არის კარგი ურთიერთობაში, მაგრამ შეიძლება საუბარი გქონდათ ისეთი, რომელმაც თქვენ გაიძულათ, მოდით ასე ვთქვათ, დაგენახებიათ თქვენი ფასი. ანუ თქვენ თვითონ თქვენი თავი უფრო დააფასეთ და თქვით ჯერ მე
და მერე დანარჩენი ყველაფერი, იმიტომ რომ შეიძლება იყოს სიტუაცია, ანუ აქ დრო მოვიდა, შეიძლება გამოგიყვანოს, თქვა, წყობილობიდან და არის ხოლმე ეგეთი რაღაცები, როცა ითმენ და მერე უცბად ერთ მშვენიერ დღეს ადამიანს ნუ ეუბნებით ჩემთან ასე არ შეიძლება. და აი ეს მომენტი შეიძლება ყოფილიყო აი თქვენთან ურთიერთობაში რა. ან ეხლა ხდება კი ბატონო, მოხდა აქ რაღაცა შეიძლება ისეთი რაც იცით რა არის, აი ეს საუბარი იყო როგორი თემა, იცით, როცა რაღაცა პერიოდი დასრულდა ამით და დაიწყო ახალი თავიდან, ანუ ესე იგი შეიძლება თქვენ რაღაცა ძალიან მნიშვნელოვანი გაკვეთილი ამ ურთიერთობაში გაიარეთ რა და შეიძლება ეს გაკვეთილიც იყო თქვენთვის ზუსტად ის, რომ უნდა თქვენი თავის ფასი გაგეგოთ, იმიტომ რომ ნუ ეხლა ღრმად აღარ წავალ მაგ თემაზე, ეხლა რატო ხდება და როგორ, ეხლა ჩემ ბევრ ვიდეოში მაგას ვუყვები და კიდევაც გითხარით რომ მარატონზეც იქნება და კიდე რაღაცას კიდე გემზადებ თქვენ ამ თემებზე, რატო ხდება ეს ყველაფერი, რომ ბოლოს და ბოლოს გაიგოთ რა და რა უნდა გააკეთოთ ესეც რომ გაიგოთ რა. ხო და ამიტომ აქ არის ეს მომენტი არის, რომ რაღაცა დასრულდა და ახალი გზა დაიწყო. აქ უფრო ვფიქრობ, რომ ნუ ნამდვილად კიდე მივხვდით თქვენ, აი იცით როგორ არის, შეიძლება ისეთ საუბარი იყო, რომ თქვენ დაუშვათ ახლა ნუ ვერ ბედავდით კაი ხანი, ხო, დაუშვათ აი რამის თქმას, ანუ რაც არ მომწონს, გამოხატვა თქვენი, თქვათ, უკმაყოფილების და თქვათ, სულ იყო ეს თქვენში დამალული და ასე შემდეგ და აი აქ თითქოს მე გავბედე, ეს შეიძლება რამის სიტუაცია ისეთი იყო, რომ სადაც აი სხვამ ვიღაცამ დაუშვათ, გითხრა რომ აი რა მაგარი ხარ, ანუ დაუშვათ რასაც თქვენ ფიქრობთ, რომ თქვენი პარტნიორი ვერ ხედავდა და აი ვიღაცა თქვათ, ან გამოჩნდა შეიძლება კომპლიმენტი გითხრათ, შეიძლება კიდე რაღაც ისეთი მომენტები იყო და თქვენ გაიგეთ, რომ მე ნამდვილად ეხლა ნუ რატომ არ ვიცი, ან შეიძლება ნუ უკვე მიაღწიეთ რამის ამ ცხოვრებაში, ისეთ რამეს, რომ თქვა დაფასებული ადამიანი ხარ და მაგრამ ურთიერთობაში არ იყო ეს, ხო? ნუ ან არ იყო იმ დონეზე, რა დონეზე თქვენ გინდოდათ, მაგრამ მოხდა ეს რაღაცა ისეთი საუბარი, რომელმაც დასვა წერტილი ამ დაუფასებლობას და ახალ ეტაპზე გადაიყვანა ურთიერთობა. გაიგეთ? ანუ აი აქ ეგეთი რაღაცა არის, აქ მაჩვენებენ ასეთ სიტუაციას, თუ თქვენია და იცანით, რომ თქვენი სიგნიფიკაცია გავაგრძელოთ, ყურება, იმიტომ რომ ნუ აქ მართლა ძალიან და სხვათა შორის ეს ეხლა даже აი ის დამთავრდა ეს საუბარი ძალიან მშვიდობიანი, შეიძლება даже თქვენ თვითონ არც ელოდებოდეთ, რომ ასე მშვიდად დამთავრდებოდა ეს საუბარი, იმიტომ რომ ზოგჯერ არის მომენტები, როცა შენ თქვა გეშინია, უთხრა, იმიტომ რომ ახლა მაგას მე რო ყველაფერი ვუთხრა, ეს ადგა წავა, მე ადგა და ეს რო წავა, მე უნდა ვინერვიულო და ჯობია გავჩუმდე, ოღონდაც არ წავიდეს, აი ამ ეს ყველაფერი აგროვებს ამ უკმაყოფილებას, ხო? მაგრამ ადრე თუ გვიან მაინც აფეთქდება. გაიგეთ? მაგრამ აქ შეიძლება თქვენ აი ასე ჩუმად იყავით, მაგრამ ბოლოს და ბოლოს გაბედეთ, დამთავრდება, არ დამთავრდება, ნუ რა ვქნა ღმერთს მივენდო, გაიგეთ და აი ზუსტად აი მაშინ ისე სუბუქად დამთავრდა, რომ თქვენ თვითონაც შეიძლება გაგიკვირდეთ, რომ რანაირად ეხლა რომ ცოდნო და აქამდე ვეთყოდე, ხო ხდებით? ნუ პრინციპში ყველაფერს თავისი დრო აქვს, ამიტომ მაგაზე არ ინერვიულოთ. კარგით, всё, ვნახოთ ეხლა ჩვენ უკვე კითხვები რაც მაქვს ამზადებული. ანუ ვნახოთ რამდენად ეხლა თქვენთვის მნიშვნელოვანი არის ეს ურთიერთობა, რომელშიც თქვენ ეხლა იმყოფებით რა. რა შეცდომებს თქვენ აკეთებთ ამ ურთიერთობაში და ვნახოთ როგორ შეცდომები მეორდება. ნახოთ და რა უნდა გააკეთოთ იმისათვის, რომ ეს შეცდომები გამოასწოროთ. რა არ მოსწონს თქვენს დაუშვათ თქვენს პარტნიორს, ნახოთ ამ ურთიერთობაში. და ისიც ვნახოთ რა არ მოსწონს, ვნახოთ და რა მოსწონს. და ვნახოთ კიდე, ნუ კაი იყოს რა მოსწონს.
ნახოთ, აი როგორ ეს ადამიანი ცდილობს თქვენ გაგაგებინოთ, იმიტომ რომ ნახეთ რატო ამ კითხვას რატო ვუსმენ, იმიტომ რომ მე ხო გეუბნებით უსმინეთ პარტნიორს. იმიტომ რომ ეს ადამიანი მაქსიმალურად ცდილობს თქვენ გაგაგებინოს, შეიძლება თავი, სიუხეში, შეიძლება ტკივილს გაყენებს, შეიძლება თბილადაც გეუბნება, მე ვერ გაიგე. აი დაუშვოთ ახლა არის ზოგიერთ ისეთი მომენტი, რომ სიტყვაზე ჩხუბი ხო და რა არ შეგეძლო ნორმალურად გეთქვა, თუ ეს არ მოგწონდა და მე 15 ჯერ გითხარი და ვერ გაიგე, როდის მითხარი. ეს რატო ხდება? იმიტომ რომ ვერ გავიგე, ან არ მინდოდა გამეგო, ან რა ხასიათზე არ ვიყავი, ან რაღაცა, იმიტომ რომ ასე მუშაობს, რომ ჯერ რბილად გვაფრთხილებს ჩვენ სამყარო, მე კიდე გვემატებს, მე თუ არ გვესმის, მე უკვე არ ტყავს იმ მტკივნეულზე, რაც ჩვენთვის მნიშვნელოვანია, ხო? და ამიტომ ვნახოთ ჩვენ, რომ აი როგორ ეს ადამიანი ცდილობდა, რომ თქვა თქვენთვის ეს ინფორმაცია მიეტანა იმისთვის, რომ თქვენ გაგეგოთ რა. რომ რა შეცდომები, ამ შეცდომებზე, ხო? ვნახოთ, რამდენად გესმოდეთ თქვენ ახლა მაგისი თქმის, ხო? და რა უნდა გააკეთოთ თქვენ იმისთვის, რომ მართლა შეინარჩუნოთ აი ეს თუნდაც ამ კონკრეტულ ადამიანთან თუ ძალიან მნიშვნელოვანი არის თქვენთვის ეს ურთიერთობა, კიდე უფრო გაახანძლებოთ, იმიტომ რომ ვიცით ჩვენ, რომ არის უკვე, ვინც ჩემთან არის და უყურებს ჩემს გაშლებს, მე უკვე ბევრჯერ მithქვამს, რომ პარტნიორი მოდის ყოველთვის ჩვენთან იმისთვის, რომ რაღაცა, კონტრაქტები გვაქვს, ხო, სულების კონტრაქტი რა. მოდის რაღაცა განსაზღვრული პერიოდისთვის, იმისთვის, რომ თქვა ჩვენ დაგვეხმაროს იმ ჩვენ ამოცანებში, ხო? და არის ეს მომენტი კარმულში, მე დაგამშვიდებთ, რომ არის ორი ვარიანტი, პირველი არ არის დასამშვიდებელი, მაგრამ შეიძლება დასამშვიდებელიც არის, თუ ძალიან აუტანელი არის ურთიერთობა. ზოგი ხა გამოდის რა, გადის ურთიერთობიდან ერთ-ერთი პარტნიორი და ამით სრულდება, კი ძალიან მტკივნეულია. ზოგი ასრულებს თქვათ, მოლაპარაკებით, რომ დაუშვათ ახლა არის ესეთი მომენტი პრეცედენტი, რომ ისე დავშორდეთ, რომ მივხვდეთ რა, რომ უკვე აღარაფერი გვაჩერებს ერთმანეთთან, მადლიერების მეტი რამე თქმის და არის კიდე მომენტი, როცა ადამიანები გადალახავენ ამ პერიოდს და მე უკვე მიდიან ნორმალურად ურთიერთობაში, აი უკვე თბილად არიან, კარგად არიან, უკვე პრეტენზიებს ნაკლებად აქვთ ერთმანეთთან, უბრალოდ უნდათ ერთად ყოფნა და მიდიან ამ გზაზე. ამიტომ არის ეს სამი გზა, შეიძლება უცოტა მეტიც კიდე სხვადასხვა ვარიანტები იყოს, მაგრამ უბრალოდ იცოდეთ, რომ ყველაფერს ეშველება. მთავარია არ უნდა იყოს ის, რომ ეს ღამაკლია, თვითონ ეგეთია და აგეთია, თუ მასეთი მიდგომა გექნება, მილიონი კაცი შეგიძლია და მილიონი პარტნიორი შეგიძლია შეცვალო და იგივე იქნება აბსოლუტურად ყველაფერი რა, იმიტომ რომ სული რომ მოდის აქ თავისი ამოცანა, სანამ ამას არ მიაღწევს, აი რაც გინდა გააკეთე და ერთი და იგივე მაინც გამეორდება. რაც გინდა არ გააკეთო. აი არაფერი არ გააკეთო, მარტო გაბრაზდე. და იგივე თუ უკვე მიყვები შენს გზას, რა თქმა უნდა, მე რატო ვაკეთებ, როცა ვაკეთებ გარჩევას პირად კონსულტაციაზე მხოლოდ და მხოლოდ მატრიცასთან ერთად, მაგ ეს ინსტრუმენტი მომწეს, ხო? რატო არ გამოვიყენოთ, რომ იქ ვხედავ ეგრევე ადამიანის ყველა პროგრამებს, რა პროგრამებით მოვიდეს სული. ვარჩევ კონკრეტულ ადამიანთან და ხვდები, რომ ეს პროგრამა მუშაობს ახლა ამ წუთში და შემიძლია ადამიანს უცბად მივცე რჩევა, რა უნდა გააკეთოს, რომ მისი სიტუაცია გაუმჯობესდეს, ხო? ამიტომ რა თქმა უნდა, პირად კონსულტაციაზე ორივე ინსტრუმენტს ვიყენებ და ძალიან მაგრად, რა თქმა უნდა, მესამე ინსტრუმენტი ჩემი დიდი გამოცდილება და ცოდნა, რომელიც მოვაგროვე ამდენი წლების მანძილზე და ეს ძალიან მაგრად მუშაობს რა, სამი ეს ინსტრუმენტი ერთად. ვნახოთ ახლა, რა კარგი მდგომა რძა. ახლა თქვენ რამდენად თქვენთვის მნიშვნელოვანია ეს ურთიერთობა, ძალიან მნიშვნელოვანია, ძალიან იეროფანტის არკანი და პლუს კიდე აქ ძალიან მხიარული იეროფანტი კი, იმიტომ რომ აქ მე შემიძლია გითხრათ, რომ თქვენ ნამდვილად, აი ახლა ნახეთ, მისმინეთ, ახლა თუ თქვენი არ არის, შეგიძლიათ მარტო ან მოусმინოთ, ან არა. ეხლა ნახეთ, აქ ადამიანებმა გაიარეს ბევრი უკვე რაღაცა მომენტები, ბევრი ეტაპები. აქ არის როგორი სიტუაცია, იცით, როცა უკვე შეიძლება თქვენ იყოთ იმ
დონეზე, იმიტომ რომ ეს არის იეროფანტი, იეროფანტი არის ეს არის ოჯახი, ეს არის სისტემა, ეს არის უკვე როცა ეს არის გაკვეთილები, რა თქმა უნდა, თავისთავად ეს არის უკვე აი თითქოს ძალიან მნიშვნელოვანი არკანი, მოდით ასე ვთქვათ. ანუ ეს უკვე იმას ნიშნავს, რომ ჩვენ მივდივართ, ნახეთ, უკვე ბევრი გამოვიარეთ, აქ ნახეთ, როგორც აი ანათებს, აი გვირგვინი არ არის, მაგრამ რაღაცა აი ასეთი აი შუქი ხო, ეს არის თეთრი ხო, შუქი, ანუ სინათლე რა, რაღაცა აი ღმერთის სხივები ხო? ანუ უკვე კარგად ვართ, პრინციპში კი, რა თქმა უნდა, მნიშვნელოვანია და მე მინდა ეს გზა გავაგრძელო და სულ მინდა ამ ადამიანთან ვიყო რა. აქ ეგეთი პოზიცია, იმიტომ რომ აი არ მინდა რომ დასრულდება, უკვე ერთად მინდა რომ ვიყო, თქვათ, იმ ცხოვრებაშიც კი გავაგრძელო და კი ამ ცხოვრებაში შევხვდეთ. იმიტომ რომ ახლა ამ არაკულში ახლა გვაჩვენებენ აი ასე რა, რომ იეროფანტი მართლა აქ ადამიანებს ახლა კი ეს გაკვეთილების გავიარე ბევრი, კი, მაგრამ აი აქ იმენა ადამიანები რაღაც სწავლობენ, ну, შეიძლება ორივენი, შეიძლება ერთ-ერთი, მაგრამ იყო რაღაცა მომენტი, მაგრამ ხო გითხარით რომ ახალი ეტაპი, იმიტომ რომ აქ ახალ ეტაპზე რომ გადახვედით, ხო, აქ იყო დიდი ალბათობა, რომ შეიძლებოდა თქვენი ურთიერთობა დასრულებულიყო. მაგრამ მიხვედით ისე დონემდე, რომ აქ უკვე უნდა თქვენ დაგენახებიათ თქვენი აი თვითშეფასება და იმასაც, ну, უნდა გაეგოთ, თუ თქვენ მართლა მისთვის, თქვენი პარტნიორისთვის ძვირფასი ხართ, ის უკვე მიხვდებოდა, რომ ასე არ შეიძლება უკვე ეგ სიტუაცია, უნდა შეიცვალოს და ну, ნამდვილად, აი ახლა ამ არკანით, ახლა მეტი რა შემიძლია თქვა, კი, მნიშვნელოვანი არის ძალიან თქვენთვის ეს ურთიერთობა. ну, ვნახოთ რა შეცდომებს თქვენ დაუშვათ აკეთებთ, იმიტომ რომ გზა გვაჩვენეს, ну, აი შეცდომა როგორი ნახეთ ახლა. რა მეორდება. აი ნახეთ რა ხდება, სულ მაღალი არკანებით მილაპარაკება, იმიტომ რომ ნახეთ უკვე რამდენი გავშალე, უკვე 1 2 3 4 5 6 მაღალი არკანი, ანუ უკვე ისედაც მნიშვნელოვანი არის მარტო თქვენთვის კი არა, ანუ სამყაროსთვის და ეს უკვე ნამდვილად პარტნიორი, რომელიც მოვიდა თქვენთვის, ну, საკმაოდ ისეთი ძლიერი პარტნიორი, რომელიც, ну, კარმული ყველა არის, просто უბრალოდ არის ახლა, აი ახლა როგორი სტადია, იცით? რა შეცდომა, ნახეთ, აი ეს არის ძალიან ხშირი შეცდომა, გოგოებო, როცა თქვენ გონიათ, რომ თქვენ კაცს აფასებთ, როცა თქვენი კაცი დგას თავის ადგილზე და რა ვქნა მე ახლა ყველაფერი თქვათ ახლა ბადისაც ვცემ, ვუვლი, ასე და ეს მაინც რას ვქი, აბა კიდე რა უნდა გავაკეთო, რა ადგილი უნდა გქონდეს. აი, ну, ნახეთ ახლა იმპერატორი, ხო? ანუ ეს არის როგორ, ესე იგი, აქ შეცდომა როგორია, რომ ეს შეიძლება იყოს სხვათა შორის იეროფანტიც ამას მეუბნება, რომ ზოგთან ყველასთან არა, აი მატრიცას რომ ვხედავ ხოლმე არის, თქვათ, მამასთან მომენტები, თქვა დაკავშირებული მამას, რატო? როცა მამაკაცშენ არ აი თითქოს შინაგანად გააქვთ, როგორ იცით, ანუ არ ვენდობი, ანუ ეს მოდით მამაზე დავამთავროთ. ესე იგი ორი სიტყვას გეტყვით. ეს როცა თქვათ მამა იყო ან ძალიან იდეალური თქვენთვის და თქვენ ახლა ყველა კაცში მამას ეძებთ, გინდათ გაგრძელება, რომ მამა მზრუნველი იყო, მამა თქვათ ახლა ყველანაირად ჩემს გვერდზე იდგა და ამიტომ მე მინდა რომ პარტნიორიც ეგეთი იყოს. ან პირიქით მამა იყო ისეთი, რომელიც ყურადღებას არ გაქცევდეთ, ან სულ შეიძლება არ იცოდეთ თქვენ მამა თქვენი ვინ არის და ანუ ეს პრინციპში ნახეთ როგორ მუშაობს საინტერესოდ, საერთოდ სული როცა ადამიანი, ну, სული მოდის დედამიწაზე, თვითონ ირჩევს ეგ თავის საგვარეულოს და შეიძლება ზუსტად თქვათ, ანუ ირჩევს დედის და მამის საგვარეულოს, ხო? და მამაც ისეთი აქ არჩეული, რომელიც თქვათ მოიქცეს ისე იმ და გვარად, როგორც თქვათ, იმიტომ რომ ბავშვი გოგო როცა არის პირველი მამაკაცი ვინ არის? მაგისი მაგალითებაში კაცი მამა, ხო, დაუშვოთ. ან მისი თქვათ, ну, ზოგისთვის ბიძა შეიძლება თქვათ, თუ არ აყავს მამა დაუშვოთ, ხო? ან თქვათ ახლა ბაბუა შეიძლება იყოს, ხო? ну, ჩვენ იდეალური ვარიანტი ავიღოთ, თქვათ, მამა დაუშვოთ, ხო? და ანუ მამასთან ისეთი არის, ასე, ну, ძალიან უბრალო ენით გეუბნებით, ხელშეკრულება, რომ შენ აი ესე უნდა მოიქცე, რომ მე უნდა მაგ დასამუშავებელი ეს თემა, რომ თქვათ, ახლა
კაცის დაფასება თქვა გავიგო ეგ კაცი იმიტომ რომ ანუ ურთიერთობაში როცა ეს ხშირად არის ეს ძალიან ხშირად ეს ზოგი ვაფშე ვერ ამჩნევს მაგას აი მართლა ვერ ამჩნევენ და ეს არის პროგრამა დაუშვოთ ხო ისეთი რომ თქვა ეხლა მე ან ვაფასებ ან ძალიან არ ვაფასებ შეიძლება ადამიანი თქვა შემოვედა თქვენ ცხოვრებაში მამაზე სუსტი თქვათ ეხლა არ არის ესეთი ძლიერი, არ არის ფულის შემომტანი, არ არის თქვათ ესეთი მებრძოლი ცხოვრებაში, ხო? არ არის წარმატებული და თქვენ ეხლა შეიძლება მოგეჩვენოთ, რომ თქვენს კაცში ეს თვისებები არის და არიქა და ან ცდილობთ თქვათ, შეიძლება არ მოგეჩვენოთ, მაგრამ ცდილობთ მაგისგან რაღაცა შექმნათ, ხო? და ანუ რაღაცებს უბიძგნ, ნუ არ არის ტიპი ეგეთი, ეხლა მიდი მოკალე და მაგრამ შენ რო გინდა мама რო ეგეთი იყო, მეც მინდა. ან დაუშვოთ мама არ ზრუნავდა ისეთი ასეთი იყო და ეხლა შენ გინდა რომ ეს ამ კაცმაც ეხლა შენმა პარტნიორმა დაიწყოს ეხლა ისეთი მზრუნველობა, რომელიც თქვათ ეხლა ელოდებოდი ქვეცნობიერად მამისგან არ მიიღე, ხო? და აი აქ ზუსტად ეს პროგრამა ერთობა, აი რომ მამაკაცი უნდა დააფასო, ნუ ეხლა ამაზე მე არ გავაგრძელებ, ეს ამისთვის მექნება ცალკე თემა, ვისაც გაინტერესებთ, მოდით ჯერ მარათონზე და მე უკვე აგიხსნით, როგორ კიდე მოგაწოდებს ინფორმაციას თქვენთვის, რომ თქვენ მიხვდეთ, ანუ ეს მნიშვნელოვანია, ძალიან მნიშვნელოვანია. თქვენ რო გინდათ, რომ სათანადო ყავდეთ, თქვენ რო გინდათ, რომ დაგაფასოს, თქვენ რო გინდათ პატივი გცეს, თქვენ რო გინდა გონიათ, რომ თქვენ ყველაფერს გოგოებო აკეთებთ ამისთვის, ხო? ზოგჯერ აკეთებთ, მაგრამ არასწორად. მიხვდეთ? არასწორად. აი ეს როგორ არის სწორად, ეს უკვე სხვა თემა. ამაზე მართლა ვილაპარაკებთ, რომ აქ ახლა რო დავიწყო, ზეგამდე არ მოურჩებით, ხო? და ანუ ესე იგი, ეს ზუსტად ეს არის შეცდომა, რომელსაც თქვენ უშვებთ, ხო, ურთიერთობაში. ანუ არაფასებთ აქ თქვენ, ნუ მამაკაცს რა, ასე რომ ვთქვა, თვითონ, ანუ თავის ადგილზე არ დგამთ, გაიგეთ? ანუ შეიძლება რომ ვთქვა, მე თვითონ ყველაფერი შემიძლია, მე თვითონ გავაკეთებ, მე მოვიტან, აბა რა ვქნა, ეს არაფერს არ აკეთებს, ეს არაფერს მაქნისია და ლანძღავ და ისე არ მსიამოვნებს, ხო, შეიძლება ძალიან როცა, ხო, აი ეს ჩემი დებილი, ხო, აი ეს ჩემი ის, აი შენი კაცია, ხა შენი რჩეული რატო ხარ მასთან თუ ეგეთი დებილი ყავს და ესეთი უკნა რა მიყვარს რა სიყვარ რა გიყვარს რა გიყვარს მითხარ ეს სხვა თემა კიდე სხვა თემა და ესე იგი შემდეგი ჩვენ ანუ როგორ მეორდება კი იმეორებ ანუ ასე კრუგზე დადიხარ რაღაცას და არ მგონი არ გამოვრიცხავ რომ შეიძლება თქვენ დაუშვათ ეგეთი ვიღაცისთვის იქნება რომ თქვენ უკვე ბევრჯერ გაიმეორეთ აი ესე ნოუზე დადიხართ სულ კრუგზე რა რომ ისე რა ქვია ისე და არასერიოზულად ნუ ეს არის ეს პროგრამა რაც გითხარით 1000%-იანი რა რა უნდა გააკეთოთ რომ ეს შეცდომები გამოასწოროთ ნუ როც გითხარით რა უნდა გაეგოთ პირველ რიგში უნდა დაფიქრდეთ და უნდა სხვანაირად მოიქცეთ ეს სხვანაირად როგორ და აიღოთ ესე იგი სხვა ცოდნა ხო ანუ მიიღოთ თუნდაც სუმცირე ინტერნეტი აგერ არის ხო ანუ რა თქმა უნდა გქონდეთ ინტერესი და უნდა გაეგოთ ინფორმაცია იმისთვის რომ თქვა სხვანაირად უკვე იმოქმედოთ და ეს ახლა თავისთავად ხადია ნახოთ ახლა რა არ მოსწონს თქვენ ურთიერთობაში და რა მოსწონს რასაი პირიქით რო იყოს კიდე ხო რა არ მოსწონს თქვენს ურთიერთობაში იცით რა არ მოსწონს შეიძლება ის არ მოსწონს რომ აქ ნუ ამას შეიძლება თქვენთან ოჯახი გქონდეთ, ნახეთ, მაგრამ რაღაცა, აი ნახეთ რა მოსწონს და ის არის, მოიცა კიდე აბა ვნახო, იმიტომ რომ მე მომდის ახლა როგორი ინფორმაცია, იცით? არ მოსწონს, ჯერ დავაზუსტებ. მინდა მაინც რა არ მოსწონს, ეს რა არის, რას მომდებ. აჰა. აი ეს არ მოსწონს, რომ ნახეთ, ამას უნდა შეიძლება თქვენთან ოჯახი აქ უეჭველი რაღაცა შეიძლება მიზეზი არის იმისი, აი ამ ურთიერთობაში, როცა თქვენ არ შეგიძლიათ, ანუ ოჯახი შექმნათ, გაიგეთ? ოჯახი. ოჯახი რო შექმნათ, აი ეს არ მოსწონს, გაიგეთ?
კიდე რა არის, იცით, რომ აი შვილები რო ყავდეთ, ანუ ეს სიყვარული, ანუ ოჯახური თემა და რატო ხა რა მიზეზია რო არ შეიძლება რო შექმნან ოჯახი? საგვარეულო რასნი? ვერ გაგიგებენ. აქ გეუბნებით, აქ რაღაცა სხვაობა არის უეჭველი. აი ამ ურთიერთობაში, იმიტომ რომ იეროფანტიც აქ არის, იეროფანტი მოვიდა აქ მე-20 არკანი, ანუ ნახეთ როგორი მომენტია. არის სხვაობა. ან რელიგია, ასაკი, შეიძლება თქვათ მშობლები არიან უკან, ვერ მიმიღებენ, ვერ გამიგებენ, აი გაიგეთ ეგეთი რამე. და ვერ იმაშობა, ვერ მიდის ეს ბიჭი, ვერ რისკავს. ნუ შეიძლება ხო რა, ნუ აქ უფრო რა თქმა უნდა გოგოს ისა. კი. და როგორი მომენტი არის, იცით, რომ აი ეს არ მოსწონს მაგას და სხვათა შორის ამაზე ბრაზდება და როგორ არის, იცით, სულ როგორ მომენტში არის, თითქოს აი ელოდება რას, რომ აი სულ არის მზად ყოფნაში როგორში, იცით? აი ნუ არ უნდა რომ გაიგონ, გაიგეთ ამ ურთიერთობაზე, იმიტომ რომ ღმერთმა არ აქნას რომ ვინმე რამეს თქვას ამ ურთიერთობაზე, ცუდი, გაიგეთ? ამიტომ ნუ აქ იმდენი მაღალი არკანები ჩემო სიხარულებო, აი ეს არ მოსწონს, მაგრამ აი ეს მოსწონს, მაგას მე-13 არკანი, რა მოგწონს შენ ამ ურთიერთობაზე, რომ რაღაცა ცვლილებები მიდის? რა ცვლილებებზე, რაზე ლაპარაკობ? მე-13-ზე მე-13 დაეცა. გენახეთ ეგეთი რამე. იცით რა არის? რა მოგწონს? რა მოგწონს? აქ რა არის, იცით, მე ვფიქრობ ასე, რომ ამ ადამიანს მოსწონს ის, რომ მისი ცხოვრება ძალიან შეიცვალა, იმიტომ რომ 2 მე-13 ენერგია, ნახე მე-13-ს ვაზუსტებ და მე-13 გამოდის, ხო? ანუ ესე იგი ეს იმას ნიშნავს უკვე, რომ მაგას ძალიან მოსწონს, რომ ანუ ეს ამ ურთიერთობამ შეცვალა მისი ცხოვრება, ანუ სულ სხვანაირი შეიძლება ქონდა მაგას და აი შეიძლება даже ზოგჯერ არ იცოდა სად უნდა წასულიყო, რა უნდა გამეკეთებია და აი გამოცდილება შეიძლება რაღაცა ისეთი არ ქონდა, გაიგეთ? პლუს კიდე მაგას ქონდა, როგორი ურთიერთობები შეიძლება აი ნუ ის რა ერჯერადები რომ იტყვი, ანუ რა სერიოზული არა და აქ შეიცვალა ყველაფერი, მის ცხოვრებაში შეიცვალა და ამით მოსწონს ეს ურთიერთობა. Ну хорошо. კი. ანუ თითქოს როგორი მომენტი არის, იცით? აი მაგას მოსწონს ის რაც არის ახლა. მოსწონს, იმიტომ რომ თითქოს დაასრულა, აი ბევრი რაღაცა მასში შეიცვალა, ისეთი რომელიც შეიძლება დიდი ხანი თქვათ, და ნუ იყო მასში და თან პლუს კიდე ნახეთ როგორი მომენტი არის, აი აქ რაღაც შვიდად არის ეს ადამიანი, მოსწონს. კაი. ნახოთ ახლა ჩვენ, ესე იგი, ანუ რამდენად ეს ადამიანი ცდილობს, ანუ როგორ ცდილობს, რომ თქვენ ეს ყველაფერი ნუ ნახეთ, პრინციპში რა არის, რამდენად ცდილობს და სიყვარულს გამოხატავს. აი აქ რაღაც ძალიან კარგი სიტუაცია, იცით, აი აქ თითქოს როგორი მომენტია, იცით, ყველაფრის მიუხედავად, აი აქ შეიძლება გაქვთ თქვენ, ახლა даже არ გამოვრიცხავ, აი ვერ გეტყვით იმას, რომ ბრძოლა გაქვს საზოგადოებასთან და მის აზრებთან, არა. აი თითქოს შიგნით არის სიტუაცია, მიდის რა, ანუ არის 2 ადამიანი, რომელიც ახლა ქმნიან თავის რაღაც ურთიერთობას და პრინციპში ეს ბიჭი გამოხატავს აი იმიტომ რომ ჩვენ ნახეთ როგორი პოზიციებიც ხო არ არის აქ ესეთი რომ თქვა რაღაცა გაკვეთილების გადეხათ მწარის და ასე შემდეგ. არა.
უბრალოდ ამ ადამიანს ახლა ეს გამოხატავს როგორ თუ დაუშვათ გეუბნება მეტი სითბო მინდა შენგან, მეტი ყურადღება მინდა შენგან, მეტი ანუ თქვათ ახლა ზრუნველობა მინდა შენგან, მაგ კოცი ჩამეხუტე, აი ეგეთი რაღაცა რა. აქ სჭირდება. თქვენ ძალიან მნიშვნელოვანი ხართ მაგისთვის, ძალიან, ანუ თითქოს ღმერთმა გამომიგზავნა ბედით, იმიტომ რომ აქ არის როგორი სიტუაცია, ესეთ ადამიანებს ორივეს უყვართ ერთმანეთი. აი აქ არის სიყვარული ორივე მხრიდან. ანუ თითქოს როგორ არის, იცი, ანუ ერთმანეთს თანაბრად აძლევთ თქვენ, მიმოცვლა გაგ ძალიან კარგი ამ ურთიერთობაში რა, იმიტომ იცავს ეს ბიჭი ამ ურთიერთობას და თქვენ თუ გესმით მისი. ნუ თქვენ ახლა ხან გესმით და ხან არა. მთვარე ამ შემთხვევაში. ეხლა ეს არის უკვე როგორი მომენტი, იცით? თქვენ სხვათა შორის, ნუ ძალიან თქვენ ძალიან გიყვართ ეს ადამიანი და თითქოს აი იძირებით რა მაგის გრძნობებში და მაგრამ ეს ძალიან მნიშვნელოვანი არის. თქვენ კი გესმით ბევრი რაღაცა, იმიტომ რომ ეს ადამიანი თითქოს აი თქვენი გზამკვლევით არის რა. ბევრი რაღაცა იცვლება თქვენ ცხოვრებაში რა, ეს ადამიანი რო არის აქ. და რა უნდა გააკეთოთ, რა უნდა გააკეთოთ ეს სიყვარული რომ შეენარჩუნოთ, უნდა იყოთ ამ ადამიანთან. ნახეთ, ეს პრინციპში ეს არის ძალიან დიდი ალბათობა იმისი, რომ ეს ურთიერთობა გადაიზრდება, აი მონათესავე სულები რო არიან თბილად, ხო, მეტი სითბო გამოაჩენთ, მეტი მეგობრობა, მეტი გაგება, მეტი სიყვარული, ხო? ანუ ამ ადამიანს სხვათა შორის აი ძალიან უნდა აი აქ შეიძლება მაგასაც პროგრამა ისეთი მატრიცაშიც, როცა ადამიანს აი სიყვარულის ნაკლებობას გრძნობს, შეიძლება ახლა დაუშვათ ესეთ ოჯახშიც გაიზარდა, სადაც ახლა ნუ არ იყო ეს თქვათ იმდენი სითბო დაუშვათ, რაც მაგას სჭირდებოდა. ნუ ყველას თავისი სიტუაცია აქვს, მაგრამ ყოველ შემთხვევაში თქვენთვის იმისთვის რომ შეინარჩუნოთ ეს ურთიერთობა, კი გჭირდებათ ის აი სითბო და აქ შემიძლია გითხრათ რომ გოგოებო, აქ მართლა ხანძლივი ურთიერთობა შეიძლება იყოს, აი დაჟე მართლა სულ. აი სულ იყოთ ამ ადამიანთან, ნუ სანამდე აქ ხართ რა. იმიტომ რომ აი კარგი მეგობარი უნდა იყოთ კიდე, გაიგეთ, აი კარგი მეგობარი, გაგება, ნუ აი სუტვინის ჭამა არა. ნუ ყოველ შემთხვევაში მე კი ვიცი რა უნდა გააკეთო ამისათვის და ვინს მე მოინდომებს იმას კი გადავცემ ჩემს ცოდნას და ჩემს ყველანაირ ინსტრუმენტებს როგორ ანაერად, იმიტომ რომ მე ეს გზა გამვლილი კი არა, რა ვიცი, დაღეჭილი მაქვს, შედეგიც კარგი მაქვს და ამიტომ შემიძლია უკვე თქვენს გაგიზიაროთ ჩემო სიხარულებო. всё, ამით დავასრულებ, მართლა ძალიან კარგი გაშლა იყო, მომეწონათ თქვენ როგორც ყოველთვის გელოდებით მესად კომენტარებში და თქვენ უნდა იყოთ როგორ კარგად, მხოლოდ ან უფრო კარგად.